ნუჩქარობენ, იცით რა, მე უკვე პოლიტიკოსი ვარ და არ არის ასე, პოლიტიკოსი რო იყო წლები, ხანდახან 10 წლების კი საჭირო. აქ პრაქტიკულად იწყება შეთქმულება სახელმწიფოს წინააღმდეგ. აკრიტიკებდა ხელისუფლებას, ხელისუფლება მარტო შევარდნაძე. გუშინის შენი მამა გამზდელი იყო. ამ პრეზიდენტთან ძალიან ადვილია ასეთ დონით ლაპარაკი, იმიტომ რომ იცი რომ მაინც არაფერი არ მოგივა და ერთით მართ ჩამოგივარდება თავიდან. ჩნდება ეგრეთ წოდებული ახალგაზრდა რეფორმატორთა ჯგუფი. პირდაპირ მამას ეძახდნენ შევარდნაძეს. იყო პრობლემები, აი რუსთავიორის ცნობილი თემა, მაგრამ ხელკეტებით არავინ არ შევარდნილა. პოლიტიკა ეგრე ახან კარგად საქმე ხან ცუდად, მაგრამ ადამიანურ ურთიერთობებზე ამან ზეგავნა არ უნდა იქონდეს. მისთვის მარცხიანი აღმოჩნდა ის რომ ვიღაცას გაუწია ანგარიში. აი ამ გამონათქვამებში ეს გადაადგეს, ის გადააყენოს, თუ არა და ჩვენ ასე გავაკეთებთ, ქუჩაში გამოვავალთ. ეს ცოტა იმას გავს, რომ არჩევნების ჩატარება არ უნდათ. მე ვფიქრობ, რომ ცუდი იყო ის, რომ მიზურგს უკან მიდიოდა სერიოზული მოლაპარაკებები. ყველაფერი გაკეთა იმისათვის, რომ შევარდნაძისათვის ჩამოეშორებიათ ნუგზარ საჯაია. ეს იმხელა ძალა და დასაყრდენი იყო. ჩამოვიდნენ მაკეინი, სტროფტელბოტი, ჩალიკაშვილი. ედვარდი გაუცდელო. რა უნდა ამდენ ასეთი რანგის ხალხს ერთდროულად რატო ჩამოდის, რა ხდება? ცნობილი იყო ეგრეთ წოდებული ცხვარი ჭამეას სემინარები, სადაც პრაქტიკულად ხდებოდა კმარას მომზადება. პრეზიდენტი შევარდნაძე გარდაიქმნა დიქტატორ ედვარდ შევარდნაძე. ეხლა ეს პირტიტელა ბიჭი კაცო ჩემთან მოვიდა მოკლე შარვალში. თურმე ამას გაუკეთებია ყველაფერი, ერთი რეფორმა, მეორე რეფორმა, მესამე რეფორმა. თუ იყო გარე ფაქტორები, რომელიც აჩქარებდნენ შევარდნაძის პოლიტიკური არენიდან წასვლას, ეს ფაქტორები მომდინარეობდა რუსეთიდან. ჩემი აზრით დასავლეთმა დატოვა შევარდნაძე მხარდაჭერის გარეშე. გასაკვირველია, ამერიკელებიც ისევე როგორც ხვებიც ფიქრობდნენ და ემზადებოდნენ ვინ უნდა იყოს შემდეგი. მათი სურვილი არ იყო, ასე ვთქვათ, შევარდნაძის გადაყენება და მით უფრო დაუშვათ შევარდნაძის რაიმენაირად საფრთხის ქვეშ დაყენება, ეს აბსოლუტურად ერთმნიშვნელოვანია. მცდელობა ამ ახალგაზრდა რეფორმატორთა გუნდის მხრიდან, რომ სასამართლო კორპუსი მთლიანად დაეკომპლექტებინათ და ეს პრაქტიკულად ასეც მოხდა. პროკურატურაში პრაქტიკულად დაიკარგა. ყველა ბერკეტი ანალოგიური სიტუაცია გადვითარდა როგორც ჩანს უშუალობაში. რაც გინდა მომხდარიყო, მას არ ქონდა იმის შიში, რომ თვალებში შეეხედა და დალაპარაკებოდა ადამიანს, როგორც გინდა აგრესიული ყოფილიყო ის. განსაკუთრებით ბავშვები ყვიროდნენ რა, ეს მე კმარალებს რო ეძახდნენ. მოვიდნენ ამ მომიტინგეების ხელმძღვანელები და ხალხი ნუ აფაქტურად შემოაცალეს. არაფერი არ გეძებდა, არც გესვით, არც არაფერი დაკეთებად ვინეს სისმელები ვარ, ჩვენ. არ გაგასო, მე არ არის. ჩვენ მამაცი კაცი ბრძანდებით. ვიცი, ჩვენ. როგორი თulis არ უნდა იყო და შეურაცხყოფელიც კი. მე მაინც უნდა მივიდე, იმიტომ ჩემი ხალხია. ჩემი შვილები არიან, ჩემი შვილიშვილები არიან. საქართველოს კიდევ 37 წელი ჭირდება? ციხეებში დალპობა ჭირდება ხალხს? ელოდება საქართველოს.